მოგესალმებით, ეთერშია ბიზნეს ინსაიდერი, რადიო სივრცის ეთერში. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო პირველ რიგში რადიო სივრცის მენეჯმენტს, ეკას, ვაკას, განსაკუთრებული მადლობა პარტნიორობისთვის, ნდობისთვის და დღეიდან უკვე ყოველ ოთხშაბათს რადიო სივრცის ეთერში იქნება ბიზნეს ინსაიდერი, ვისაუბრებთ ეკონომიკის, ბიზნესის აქტუალურ, მაქსიმალურად ცხელ თემებზე, რომელიც შეიძლება საქართველოს მოსახლეობას აინტერესებდეს არა მხოლოდ ბიზნეს წრეებს და საქმიან წრეებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინაიდან ეკონომიკა, ბიზნესი არის თემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხება. შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს თემები გასაგებად გავშალოთ, რაც მთავარია. ვისაუბროთ შეძლების დაგვარად მარტივი ენით, ვინაიდან ხშირად უყვართ ხოლმე ეკონომიკის საკითხების გართულება და კიდევ ერთი რაც მთავარია, ვისაუბრებთ ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან სტუმრებთან ერთად, თუმცა პირველ რიგში ვიდრე სტუმრის ნაწილზე გადავალთ ჩვენ, მანამდე მიმდინარე კვირის განმავლობაში რამოდენიმე საინტერესო თემა იყო, რასაც გვინდა რომ გამოვეხმაუროთ და ბიზნეს ინსაიდერის ამ ნაწილში პირველ ბლოკში ყოველთვის გვექნება გარკვეული საკითხების მიმოხილვა, მიმდინარე პერიოდის აქტუალური საკითხების მიმოხილვა. როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი სერიოზული თემა და სერიოზული ნებადღელვა შეეხებოდა ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ძალიან საინტერესო პროცესები ხდება. თუ შევხედავთ ვითარებას, რომ 12 წლის წინ 2003-2012 წლებში ხელისუფლების მხრიდან იყო ბიზნესი ზეწოლის, რეკეტის, შანტაჟის ქვეშ, ხდებოდა ბიზნესის წართმევა, გადაფორმება და ასე შემდეგ. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ დღეს 2025 წელს, 2024 წლის ბოლოდან განსაკუთრებით 2025 წელს ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ველიდან, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს, რომ გამოირჩევიან განსაკუთრებით სწორედ შევარდნაძის და სააკაშვილის დროინდელი მაღალჩინოსნები დაიწყეს ბიზნესზე ამჯერად გარედან ზეწოლა, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ფლანგიდან ზეწოლა. ხდებოდა ბიზნესის ბულინგი, რომ ბიზნესი უნდა შეერთებოდა გარკვეული ტიპის პოლიტიკურ განცხადებებს, შეიქმნა რაღაცა პლატფორმაც, სადაც ბიზნესის გარკვეული ნაწილი უნდა დარეგისტრირებულიყო, ვინც არ რეგისტრირდებოდა ბიზნესის რაღაცა აი ამ პლატფორმაზე, ამ შემთხვევაში ხდებოდა მათი ბრჭყალებში, რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, მხილება. მოკლედ ერთგვარი სია შედგა, როგორც კომუნისტების დროს ხდებოდა ხოლმე პირობითად ბრჭყალებში, დასახურეთთა სია შედგა, ვინც არ მიუერთდებოდა ამ პლატფორმას. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ პლატფორმას მიუერთდა 1%-ზე ნაკლები მთლიანად საქართველოში არსებული, ბიზნესის. გასაგებია, რომ ბიზნესმა, რომელიც საქართველოში დღეს ყველაზე უფრო მეტად თავისუფალია, აბსოლუტურად არ მიიღო არანაირად სერიოზულად არც ეს პლატფორმა, არც ამ პლატფორმის იდეის ავტორები, არც ამ პლატფორმის დამფინანსებლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 1% ზოგი ხათრით, ზოგი ძალით მივერთა ამ პლატფორმას, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ რა შედეგი. ამ პლატფორმამ რაც დაანონსა და იყო მთავარი პოლიტიკური მოთხოვნები და იყო მათ შორის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა გამართულიყო 1 იანვრამდე უნდა დაენიშნა ხელისუფლებას. აი, გავიდა 1 იანვარი, მოვიდა 22 იანვარი და ხედავთ ვითარებას რაც გვაქვს, არ შესრულდა ის პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც ბიზნესმა დაანონსა და პლატფორმა აღმოჩნდა სრულ ჩიხში. დღეს სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს ბრჭყალებში, სერიოზული, რომ რა უნდა გაუკეთონ ახლა ამ პლატფორმას და რა უნდა გაუკეთონ იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ პლატფორმაზე ასე ვთქვათ, დაარეგისტრირეს. და უფრო მეტიც მოახერხეს და როგორც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა ხოლმე, ეგრეთ წოდებული ანონიმკები, როდესაც იყო საბჭოთა პერიოდში, რომ არ იყო ავტორი, ისე ხდებოდა დასმენა, ასე ვთქვათ, ადამიანების, რომელსაც მერე აგზავნიდნენ ციმბირში და ასე შემდეგ, ზოგს ხვრეტდნენ, ზოგს ასახლებდნენ და ასე შემდეგ. ზუსტად ესე ანონიმკა გააგზავნეს შეერთებული შტატების კონგრესში. კონგრესიდან შემდგომ როგორც თვითონ ამბობდნენ, გაეგზავნა ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს, სადაც იყო ქართველი ბიზნესმენების გვარები, რომლების დასანქცირებას მოითხოვდა. წარმოიდგინეთ, ქართველებმა, ეთნიკურად ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოში შეადგინეს ესეთი
ანონიმკა, რომელშიც ჩაწერეს კონკრეტული ადამიანები, ოღონდ თვითონ დაიმალნენ და დღემდე თავისი პირით ვერ ამბობენ ვინ არიან თვითონ ეს ადამიანები, ვინც ეს სიაში ადგინა, მაგრამ სიაში მოახვედრეს ქართველი ბიზნესმენები და არა მხოლოდ, მაგრამ ძირითადად იყო ბიზნესტრები და რომელსაც დასანქცირებას ითხოვენ. ანუ ესე იგი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესისადმი ღია მავნებლობა. ნუ ძალიან ღიმილის მონგრელია, როცა იმ სიას უყურებთ, ვინ არიან ამ სიაში მოხვედრილები, ადამიანები, უპირატესად, რომლებიც მართლაც ამ ქვეყნის ეკონომიკას ქმნიან, ამ ქვეყნის ბიზნესს ქმნიან და ამ ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში მონაწილეობენ. კიდევ ერთხელ ვერაფრით ვერც ერთს ვერ ეყო გამბედაობა და ვერ თქვა, ვინ არის რეალურად ამ სიის შემდგენი. ეს არის ყველა საინტერესო ნაწილი, ვერც ერთმა ვერ დაასახელეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ზედმიწევნით ვსწავლობთ ამ სიის შემდგენელთა ვინაობას. მინდა ასევე დავესწრო ხო ბიზნესმენს ნოშევან ნამორაძეს და უერთდები მის პათოსს, რომ რა თქმა უნდა თითოეულმა მათგანმა ამ სიის შედგენაზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა, პასუხი უნდა აგოს, ბუნებრივია. სხვაში პასუხისმგებლობაში ბუნებრივი მათ მორალურ პასუხისმგებლობას გულისხმობ და თქვან ვინ არიან ისინი, თუ არა უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეულ მათგანის შესახებ ვისაუბრებთ და ნუ გონია რომ დაიმალება იმ ადამიანების სია, ვინც ამ ყველაფერზე ისაუბრა და ამავდროულად ხდება რა, როცა ამბობდნენ ხოლმე, აი რა მოხდება 20 იანვრის მერე, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება. უცებ აღმოჩნდა რომ ტრამპის ინაუგურაციაზე მათ შორის იყვნენ ბიზნესმენები საქართველოსდან, ოღონდ რეალურად ბიზნეს წრეების მიწვევით, არა ისე როგორც ზოგიერთი ასე ვთქვათ, ნაყიდი ბილეთებით, არამედ ბიზნეს წრეების მიწვევით და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მათ შორის იმ ჯგუფებთან არიან ასოცირებული, რომელთა დასანქცირებასაც მოითხოვდნენ. და როგორც კი ნახეს ასე ვთქვათ, რომ გაიხსნა ასე ვთქვათ, კიდევ უფრო აქტიურად და არ გამოვიდა ქართული ბიზნესის იზოლაცია და ქართული ბიზნესი რეალურად არის ინტეგრირებული დანარჩენ მსოფლიოსთან, დაიწყეს ახლა შებრუნება და საუბარი იმაზე, რომ რა კარგია რომ ქართული ბიზნესი წარმოდგენილია შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. მოკლედ, ახლა ისინი უკან დახევის გზებს ეძებენ. სინამდვილეში ვიცით ეს ადამიანები ვინ არიან? მათ უკან დახევას მივესალმებით, ველით შემდგომ ნაბიჯებს ბოდიშის მოხდას. ერთი რაც შეგვიძლია სასახად თქვა, არის რომ საქართველოში ბიზნესი როგორც არასოდეს ისეა თავისუფალი. ეს არის აღიარებული არა მხოლოდ ადგილობრივი შეფასებებით, არა მხოლოდ თვითონ ბიზნესმენების საუბრობთ, არამედ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი განსაკუთრებით აღნიშნავს ქართული ბიზნესის თავისუფლებას. ასე რომ არ გამოვა ამ ქვეყანაში ბიზნესის შეზღუდვა, ვინაიდან ბიზნესის შეზღუდვა ნიშნავს ეკონომიკის ჩამოსვლას, ეკონომიკის ჩამოსვლა რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენგანზე აისახება უკიდურესად ნეგატიურად, მაგრამ რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არავინ არ დაუშვებს. კიდევ ერთი მორიგი წარუმატებელი მცდელობა იყო ქართული ბიზნესის შანტაჟის კვლავ მეთოდებით, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში, ოღონდ ამჯერად სააკაშვილის იმ მაღალ ჩინოსნების მხრიდან, რომლებიც ახლა ოპოზიციურ ველზე არიან წარმოდგენილები. მარტივად რომ ვთქვათ, სიტუაცია ამ კუთხით ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტად დრამატულად შეიცვლება, თქო პოზიტიური კუთხით, გულისხმობ შემთხვევაში ამ დრამატულად პოზიტიურად შეიცვლება, პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება ჩვენ ამ ვითარებას. ველოდებით, ფაქტია რომ ხედავთ გააქტიურებას ეკონომიკის, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალიან საინტერესო შეფასებები ვნახეთ უახლოეს მაჩვენებლები, რომელიც იყო პარასკევს, აი სულ რამოდენიმე დღის წინ, გასული 3-4 დღის განმავლობაში ჩვენ ნახეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაეროს, სოფლიო ბანკის სხვა შეფასებები, თუმცა ეს ის ნაწილი რაზეც ჯობს უკვე რომ სტუმართან ერთად ვისაუბროთ. მე მინდა განსაკუთრებული ბანდლობა გადავხადო ბატონ მიხეილ დუნდუას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და განსაკუთრებული მადლობა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ყოველთვის არის ძალიან საინტერესოდ მოსაუბრე და ჩვენ არაერთ ეთერში გვისაუბრია მე და ბატონ მიხეილს და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ ბიზნეს ინსაიდერის პირველ გადაცემაში რადიო სივრცეზე სწორედ დღეს მოვიდა ბატონი მიხეილი და ჩვენი პირველი გადაცემის პირველი სტუმარია ბატონო მიხეილი. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, პატივია თქვენთან ერთად საუბარი. ჩვენთვის ასიამუნოა რომ ასე პროცესში შემოვედი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილი კიდევ ერთხელ და მე მინდა რომ დავიწყოთ ჩვენ საუბარი სწორედ ვახსენეთ ამ შემთხვევაში პირველ რიგში სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები და ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო მსოფლიო ბანკის, გაეროს შეფასებები. თუ შეგიძლიათ რომ აი ეს ბოლო პერიოდი მოვიხილოთ,
როგორ ხდება საქართველოს ერთია ჩვენ ხშირად თქვა ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციები, ეკონომიკის მიმოხილველები რაზე საუბრობენ და საუბრობთ, მეორეა საერთაშორისო აღიარება, როგორ ხედავენ დღეს მთავარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საერთაშორისო ინსტიტუტები, საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ კვლევებში, პროგნოზებში ცალსახად მიუთითებენ იმას, რომ საქართველოს არის გამორჩეული ქვეყანა ეკონომიკური ზრდით, გამორჩეული ქვეყანა კეთილდღეობის პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით და მას მოწმობს სავალუტო ფონდის პროგნოზი და შეფასებები, მას მოწმობს გაეროს და მსოფლიო ბანკის პროგნოზები და საქართველოს მაჩვენებლები ძალიან კეთილსაიმედო. 2024 წლის მაჩვენებლები, მაგალითად, გასული წლის ჯერ დასრულებულა, გასული წლის კლიენტთა პროექტის სრული ასახვა ქვეყნის მასშტაბით, თუმცა წინასწარი შეფასება, საპროგნოზო წინასწარი შეფასება 2024 წლისა, რაც გამოაქვეყნა ბოლოს გაერომ, რაც გამოაქვეყნა ბოლოს მსოფლიო ბანკმა არის ძალიან პოზიტიური კეთილსაიმედო გაეროს პროგნოზით. ბუნებრივი საერთაშორისო ორგანიზაციები თავშეკავებულ პროგნოზებს აკეთებენ, თუმცა ეს თავშეკავებული პროგნოზებიც არის უაღრესად კეთილსაიმედო. მაგალითად, გაეროს შეფასებით 2024 წელი 8.6%-ით იზრდება, ეს მაჩვენებელი 8.6% უნდა იყოს და ამ მაჩვენებლით საქართველოს არის მეორე ადგილზე მსოფლიოში, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის პროგნოზი კიდევ უფრო უკეთესია, 9%-ია 2024 წელი, 6% 2025 წელი, 5% კიდევ შემდგომი წელი და არის გამორჩეული ქვეყანა საქართველოს ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, რეგიონში, არის გამორჩეული ქვეყანა ამ თვალსაზრისით. ამასობაში წლის დასაწყისში ბოდიში გაწყოთ, ხაი წლის დასაწყისში მსოფლიო ბანკის პროგნოზი არ იყო ასეთი ოპტიმისტური. პროგნოზები გაუმჯობესდა. პროგნოზები შეიცვალა გაუმჯობესების მიმართულებით და ეს ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია. და სავალუტო ფონდის პროგნოზს დაუბრუნდებით, თუნდაც რომ ოქტომბერში გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ 7.5%-ის დონეზე იყო და ეს დაანონსებული ახლა მედია ბუნებრივია 9%-ის მიდამოშია ეს მაჩვენებელი, აი იმ პირობებშიც კი 5 წლიანი ზრდით ერთსულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკისა და მსხვიდობლუნარიანი ეკონომიკის 5 წლიანი გაუმჯობესებით საქართველოს 2024 წელს პროგნოზის მიხედვით გადის მსოფლიოში მეორე ადგილზე. ერთსულ მოსახლეზე კეთილდღეობის გაუმჯობესების ამ პარამეტრების თვალსაზრისით, რა ძალიან, როგორც საშუალოვადიანი, ისე გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი, ისე მიმდინარე შეფასებებით საქართველოს გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში, ერთ-ერთი ლიდერი ეკონომიკური ზრდისა და გაუმჯობესებისა. მეორე ადგილზე ყოფნა სერიოზული შედეგია და თან ქვეყანას აქვს სტაბილური, ჩამოუყალიბდა სტაბილური ეკონომიკური ზრდა. სხვათა შორის უკვე დაბალი ინფლაციის ფონზე, იმიტომ რომ 2024 წელი დაბალი ინფლაცია იყო და აი ბოლო გაეროს პროგნოზი მაგალითად რაც არის 2025 წელი 2.3%, 2026 წელი 1.9%. ეს აი ბატონო მიხეილ, ზუსტად შედეგია. ზუსტად ეს მინდა პროგნოზი, რატო კეთდება? ხედავს რა საერთაშორისო ინსტიტუტები სტაბილურ ძლიერ ეკონომიკურ პოლიტიკას, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ხედავს რა მინდა არის სიტუაციას, მას სხვა განცდა, სხვა საპროგნოზო ხედვა, სხვა ანალიტიკური ხედვა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გააკეთოს იწინასწარმეტყველოს, წარმოადგინოს პროგნოზი, რომ საქართველოს იქნება მაღალი ეკონომიკური და დაბალი ინფლაცია. იმიტომ აი ორი საკითხი რაზეც მინდა რომ ჩვენი მსმენელებს მაყურებლებს კიდევ უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება. აი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, ეხლა დასაწყისშიც მონოლოგის ნაწილში ვსაუბრობდი, სწორედ იმ ნაწილზე, რომ აი როგორ ხდება ასე ვთქვათ ბიზნესზე გარკვეული ტიპის ზეწოლა არ შემდგა, ხდება ხშირად პოლიტიკური განცხადებები. ეს პოლიტიკური განცხადებები ეკონომიკაში ითარგმნება ხოლმე ხშირად ასე ვთქვათ გადმოწვდებიან ეკონომიკის ნაწილს და ძირითად შემთხვევაში ჩვენ დეკემბერში განსაკუთრებით ვხედავდით რომ იყო ცდელობა რომ მაქსიმალურად დაენახებინათ ესეთი აპოკალიფტური სურათი 2025 წლისთვის. ამ ეტაპის მოდით არ დავასახელოთ სახელი და გვარები ამ შემთხვევაში, თუმცა ნამდვილად არ დავასახელოთ, მაგრამ იყო რომ აი მაგალითად იანვრამდე იყო ლარის ჩამოშლასთან დაკავშირებით საუბრები რომ თურმე ეს კი ლარი რაღაცა გაუფასურების რაღაც ასტრალში უნდა გასულიყო.
იყო რომ აქ სავალუტო შემოქმედებები აღარ იქნებოდა ქვეყანაში, იყო რომ ეკონომიკის რაღაცა მინუს ნიშნებში წასვლა, ან მთელი სცენარი თუ როგორ იქნებოდა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის თქვენვე ახსენეთ იგივე მსოფლიო ბანკის ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდგომ წელს უკვე 6% რასაც პროგნოზირებენ ერთის მხრივ, თან კიდევ ერთხელ იმ ფონზე რომ ისეთი პოზიტიური ქართული პარადოქსი რომ მაღალი ეკონომიკური და დაბალი ინფლაცია როცა ხდება ხოლმე ეკონომიკური და თანახავს ხოლმე ინფლაცია, მაგრამ საქართველოს ის მოხერხდა რომ დაბალი ინფლაცია გვაქვს. და ამავდროულად ხედავთ რომ ასეთი ტიპის პროგნოზები კეთდებოდა, წყალებში პროგნოზები, ან პოლიტიკური განცხადებები და შემდგომ აღარ ხდება ამაზე პასუხისმგებლობას აღარავინ იღებს, ასე ვთქვათ. ამ განცხადებებზე პასუხისმგებლობას და რაც თავარია ეს არის მცდელობა პანიკის მოსახლეობაში, რომ აი ცუც ელოდნენ 20-25 წელს, მაგრამ აი კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ბოლოდინები როგორია, ამ შემთხვევაში მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ანუ რეალისტური სურათი რა არის, რომ აი ამ ასე ვთქვათ, მდარე პროპაგანდას, რომ ყველაფერი ცუდად არის, რაღაცნაირად ვცადოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ წერტილის დასმაში, ასე ვთქვათ, ამ ნაწილს. საერთაშორისო ინსტიტუტების, საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების მოლოდინი, ვინც ეკონომიკაზე მუშაობს, რომ საკითხებს არის უაღრესად დებილი, გაზრდილია პროგნოზის მაჩვენებელი. გაზრდილია ეკონომიკური ის მაჩვენებლები წინასწარ. თამამია წლის დასაწყისში 6%. არა თუ შეამცირეს ან იგივე დატოვეს. პირიქით. ეკონომიკური ის მაჩვენებლები არის გაუმჯობესებული. გაზრდილი, საპროგნოზო წინასწარი შეფასება, ყველაფერი არის გაზრდილი და ეს მიუთითებს იმას, რომ პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, ეკონომიკურ პოლიტიკას, ნებისმიერ, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას ემოქმედებს, არის კეთილსაიმედო, სანდო და ძლიერი. და გამორჩეულია იმით, რომ გამორჩეულია საქართველოს ამ თვალსაზრისით სოფლიოში, რეგიონში გამორჩეული ქვეყანა და შესაბამისად, როდესაც პროცესი არის გამართული, შეუძლებელია დადოს საწინააღმდეგო დასკვნა. გააკეთოს საწინააღმდეგო პროგრესი. ძალიან მდგრადი ამ პერიოდში შეიძლება ითქვას. ეკონომიკური რეფორმები იყო ძალიან მდგრადი წლების განმავლობაში და არის დღესაც არის მდგრადი. აბსოლუტურად. ერთი ძალიან ესეთი ვთქვათ ბოლო პერიოდის მაჩვენებლების, აი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი სპეკულაცია, მინდა რომ თან აქტუალური თემები არ გამოგვრჩეს და ძირითად ხაზზეც ვიყოთ, იყო ესეთი ნეგატივისკენ, როდესაც უყვართ ხოლმე სვლა, რომ აი ტურიზმი ჩავარდება საქართველოს. აი ჩვენ ხედავთ ერთის მხრივ საუბრებს სადღაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში, რომ აი საქართველოში რაღაც ტურისტები აღარ შემოდიან და ესეთი გარკვეული აქტივისტები, რომლებსაც ხედავთ ხშირად სხვადასხვა სივრცეში, სოციალურ ქსელებში, აქტიურად საუბრობდნენ, საქართველოს ტურისტები აღარ შემოდიან. და უცებ მოვიდა იანვარი, თვითონაც გადაწყვიტეს, რომ ასე ვთქვათ, დასასვენებლად წასულიყო, თუმცა მანამდე ამბობდნენ, რომ დასასვენებლად არ ეცალათ, იმიტომ რომ საქართველოს სამსახურში სხვაგან უნდა მდგარი იყვნენ, მაგრამ მოიცალეს როგორც ჩანს. და დასასვენებლად რომ წავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ იყო სრულად გადატვირთული სასტუმროები, სრულად გადატვირთული კვების ობიექტები, საცობების ყოფილა, ასე ვთქვათ, თურმე საკურორტო ზონებში და შემდგომ დაიწყო მეორე ნეგატიური კამპანია, რომ სასტუმროებში ადგილი არ არის, კვების ობიექტებში ადგილი არ არის და საცობებია. ერთი მეორესთან როგორ არის კორელაციაში, რომ თან ტურისტული სეზონი ჩავარდა ჭყალებში და მეორეს მხრივ ტევა არ არის საკურორტო ზონებში. მე მესმის რომ შეიძლება ნეგატიური კამპანია ორივეზე ააგო. თუ ჩავარდა ააგო. ხოდი ჯობია რომ ნეგატიური კამპანია ააგო, იმაზე რომ ტევა არ არის. ტევა არ არის, ხო. და გვაკეთებენ იმ საკითხებზე რომ ტევა არ არის და უფრო მეტი უნდა იმოქმედო. ამასობაში ვნახეთ ციფრები. აი ასეთი ვთქვათ კრიტიკა, ასეთ კრიტიკას მივესალმებით, მიუხედავად იმისა, ობიექტური იქნება თუ არ იქნება ობიექტური, კრიტიკა უმჯობესია რომ ამმართველებით იყოს კრიტიკა რომ ტევა არ არის, უფრო მეტი გზა გვჭირდება, უფრო მეტი ტურისტის დასახვედრად, უფრო კარგი ინფრასტრუქტურის შექმნა, ეს საქართველოს და ხელისუფლებას ეს წაახალისებს იმისათვის, რომ უფრო მონდომებით ვიყოთ, თუმცა მონდომები არ გვაკლია, უფრო მონდომებით ვიყოთ ინფრასტრუქტურული მშენებლობის, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ტურისტთა მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველოს ტურიზმის ქვეყანა და ჩამოყალიბდა ტურიზმის ქვეყანად, იზრდება შემოსვლები და მოგზაურობები ევროკავშირის ქვეყნებიდან, განვითარებული ქვეყნებიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. ეს ბოლო განახლებული ციფრები იყო ძალიან შთამბეჭდავი როგორც მაღალია მაჩვენებელი და საქართველოს არის ტურიზმის ქვეყანა. იმიტომ რომ საქართველოში მასპინძლობის კულტურა, ბუნებრივი კულტურა, გულისმიერი კულტურა არის ძალიან მაღალი და ტრადიციული. შეუძლებელია ადამიანი ჩამოვიდეს ერთხელ და არ მოუნდეს
მუდმივად აქ მოგზაურობა და ჩამოსვლა და ულამსტუმრობა საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო არის ტურიზმის ქვეყანა, უსაფრთხო ქვეყანა. არის გულგაშილი და ხელგაშილი საზოგადოების ქვეყანა და აქ საქართველოში ტურიზმი იქნება ყოველთვის განვითარებული. სახელმწიფოსაც შეეხება ხელისუფლებას, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ ტურიზმი იყოს ხელშეწყობილი, ბიზნესი იყოს თავისუფალი და ბიზნესს მიეცეს განვითარების დიდი შესაძლებლობა. და ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად მოუწოდებენ ბიზნესს საქმიანობის შეკვეცის, დახურვის, შეჩერების, ისინი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ ამ შემთხვევაში. საქართველოს ინტერესი და მოსახლეობის საზოგადოების ინტერესია ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და არ შეიძლება ეკონომიკური განვითარების ალტერნატივა სხვა რამ დავსახოთ, როდესაც კეთილდღეობაზე საუბრობთ და მოსახლეობის და საზოგადოების კეთილდღეობაზე გვაქვს საუბარი. ამიტომაც ყველასი მოწოდება უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი აქტიურობა, რაც შეიძლება მეტი მზაობა იმისათვის, რომ ბიზნესი იყოს უფრო ძლიერად ტურიზმის და ნებისმიერ სფეროში იყოს სანიმუშო და განსაკუთრებული საქართველო. აი ბოლოს მსოფლიო ბანკის კვლევა ბიზნესის მზაობის ინდექსი საქართველო ლიდერია და 50 ქვეყანა აარჩია და ამ 50 ქვეყანაში პირველი არის საქართველო. ეს რას მიუთითებს? მიუთითებს იმას, რომ საქართველო ყველა ინსტიტუციონალური პარამეტრით, რეალური მაჩვენებლით, პერსპექტივით არის გამორჩეული ქვეყანა, სწორი ადგილი ინვესტორებისათვის, სწორი ადგილი ბიზნეს აქტიურობის გაძლიერებისათვის. კი ბატონო, აი ბატონო ხელი ხო ვახსენეთ ბიზნესის მზაობა მსოფლიო ბანკის ეს რეიტინგი მართლაც სანიმუშო მაჩვენებელია საქართველოს შემთხვევაში და ხშირად ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და ბუნებრივია შესაძარ ქვეყნებს შორის დაემატა რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები და ბიზნესის მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ერთი მხრივ მთავრობის ეფექტი, მეორე მხრივ კორუფციის დაბალი დონე გამჭვირვალობა. აი ამ კუთხითაც საერთაშორისო რეიტინგებში გვაქვს საკმაოდ ისეთი პოზიტიური შეფასება, მათ შორის ღია ბიუჯეტის ნაწილში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კორუფციის მით უმეტეს შესაძარ ქვეყნებს თუ ავიღებთ. კორუფციის შეფასების ინდექსები, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსები, ღია ბიუჯეტის ინდექსი და შემდეგ ეს არის უაღრესად კეთილსაიმედო და საქართველოს გამორჩეული ქვეყანა. ბევრ ნატოს და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე მაღლა მდგომი ქვეყანა კორუფციისგან თავისუფლების და კორუფციის კონტროლის მაჩვენებლით, მთავრობის ეფექტიანობით და ასე შემდეგ. ახლა თქვენ ღია ბიუჯეტის ინდექსი ახსენეთ და ეს ჩვენ სამინისტროსთან პირდაპირ დაკავშირებულია, ხო? ინდექსი ამერიკული ორგანიზაციის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ინდექსი საქართველოს არის 2024 წელს გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით საქართველოს არის მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზე. და ორ პარამეტრით, სამი პარამეტრით ფასდება ეს ერთი გამჭვირვალობით პირველ ადგილზე, თანაშრომლობ პარამეტრში საბიუჯეტო ზედამხედველობა და საბიუჯეტო პროცესის საზოგადოების ჩართულობა. ამ ორ პარამეტრში არის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში. სამი პარამეტრი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია და ერთ პარამეტრი არის პირველ ადგილზე საერთოდ ბიუჯეტის გამჭვირვალობით. და ვიყავით ძალიან რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა 12 წლის უკან, ხო? და რას ვამბობ, რომ თვალსაჩინო ხელშესახები და ხაზგასასმელია ის წარმატება, რასაც ქართველმა ხალხმა მიაღწია ამ 12 წლის განმავლობაში. ქართველი ხალხის მიღწევა ეს, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხისგან მოწყვეტილად არ არის და თუ რამე წარმატებას მიაღწია ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ მიაღწია წარმატებას. და მადლობა უნდა უთხრა ჩვენ საზოგადოებას იმ წარმატებისათვის, რომელსაც მივაღწიეთ. ამ რეფორმებს საზოგადოების ხარდაჭერა ჭირდებოდა. საზოგადოებაა ჩართული და რა ვიცი, ათეულ ათასობით, 100,000-ობით ადამიანია ჩართული, რომელიც სახელმწიფო სექტორში მუშაობს და საჯარო მოხელეა თუ პირია, რომელიც სახელმწიფო სექტორში არის დასაქმებული და თავის შრომით ქმნის უკეთეს ეკონომიკას, თავის შრომით ქმნის უკეთეს საზოგადოებას და წარმატებულ სახელმწიფოს. ეს მათი დიდი დამსახურება და თითოეულ მათგანს მადლობა ეკუთვნის ამისათვის. ასე რომ სახელმწიფო გააგრძელებს და ქართული საზოგადოება გააგრძელებს განვითარებას. ბატონო მიხეილ, სრულად გიერთებით ამ ნაწილში, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების მონდომება რეფორმების განხორციელების კუთხით ერთია, მეორე მას ჭირდება საზოგადოების ჩართულობა, რაც თქვენ ახსენეთ და მხარდაჭერა, ბუნებრივია.
აუცილებლად მინდა კითხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, ჩვენ ხა არაერთ საერთაშორისო რეიტინგი ვახსენეთ და ხშირად საუბრობენ ხოლმე იმასთან დაკავშირებით, თუ აი გავიგეთ ეს ციფრები, გავიგეთ ეს მაჩვენებლები, მაგრამ ანუ აი რაში ითარგმნება, ხო? თუმცა უცებად მინდა კითხოთ, მეც ჩემი მხრიდან აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ალბათ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტორების მოზიდვაზე, რას უყურებენ ინვესტორები, მათ შორის იგივე რეიტინგებთან მიმართებაში, რაზე აკეთებენ აქცენტს, ხო? ერთის მხრივ ალბათ რეიტინგების ნაწილია და მეორეს მხრივ იგივე მსოფლიო ბანკის შეფასებაში აღნიშნული იყო, რომ კვლავ რჩება გამოწვევად გეოპოლიტიკური დაძაბულობა. ანუ ერთის მხრივ საერთაშორისო შეფასებები და ალბათ მეორეს მხრივ ის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც ამ ქვეყანაში მოხერხდა მით უმეტეს დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე. თუ შეიძლება რომ აი შევაფასოთ, ასე ვთქვათ, ინვესტორების თვალით გარკვეულწილად რატომ იქნება საქართველოს მათ შორის 20-25 წელს უფრო მიზიდვები, რატომ უნდა იყოს? თქვენ კონტექსტი კარგად ახსენეთ. უაღრესად დაძაბულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს არის ოაზისი განვითარებისათვის. ყველა ქვეყანას შეჯერებით. ოაზისი განვითარებისა, მშვიდობიანი განვითარებისათვის და ეს რომ სწორი პოლიტიკის დამსახურება, სწორედ აქედან ჩანს, წარმოიდგინეთ, მთელი რეგიონი რო განვითარების ფაზაში იყო ჩვენ ქონდა პერიოდი, რომ რეგიონალური განვითარების მაღალი ფაზა იყო მთელს რეგიონში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ეს 2003 წლიდან მოყოლებული რაღაც გარკვეული რამდენიმე 7 წლიანი პერიოდი იყო დაახლოებით, სადაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. დაახლოებით ბოლო ადგილზე იყო საქართველო, აზერბაიჯანი ჯობდა და საქართველოს სომხეთი ერთი მსგავსი ეკონომიკური ზრდის ტემპებით იზრდებოდნენ. და აზერბაიჯანი იყო პირველ ადგილზე გარკვეული წლების განმავლობაში. საქართველოს მიყვებოდა ტენდენციას. იყო რაღაც ტენდენცია და მას მიყვებოდა. ვარდის ტენდენციას რომ დაყვებოდა, მაგრამ საქართველოს შეცვალა პროცესი. საქართველოს ტენდენციას კი არ ქმნის. თვითონ ხდება მეინსტრიმი. თვითონ ქმნის განსხვავებულ ტენდენციას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. და ძლიერია ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში, ამ რთულ პერიოდში ეკონომიკური ზრდისთვის, განვითარებისათვის გეოპოლიტიკურად არახელსაყრელი სიტუაცია და არსებობს კვლევები ჩვენი რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს გაცილებით დიდი ტემპით გაიზრდებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს არის გამორჩეული მსოფლიოში ეკონომიკური ზრდით, ერთსულ მოსახლეზე კეთილდღეობის გაუმჯობესებით. ეს ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ეკონომიკური პოლიტიკა არის უაღრესად სანდო და კეთილსაიმედო, რასაც მთავრობა მიმართავს. და როდესაც ამას ყველაფერს ხედავს ინვესტორი, ან ხედავს ბიზნესმენი, ან ხედავს აქტორი, რომელსაც უნდა საქართველოს საქმიანობა, ბუნებრივია ის კეთილი განეწყობა და თავის საქმიანობას გააქტიურება საქართველოში. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია აბსოლუტურად საწინააღმდეგო დინებას ვთავაზობს. საქართველოს მისავლა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, წარმატებული ცურვა და უფრო დიდი შედეგების დადება, ვიდრე ეს მოსადნელი შეიძლება ყოფილიყო დინების მიმართულებით ცურვის პირობებში. ასე რომ საქართველოს არის გამორჩეული ქვეყანა. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ, აი როცა საქართველოს უნიკალურ როლზე ვსაუბრობთ გამორჩეულობაზე ამ კუთხით, მათ შორის გვაქვს ის ბუნებრივი უპირატესობაც, რომელიც ალბათ ახლა ყველაზე უფრო მეტად საჭირო და გამოსაყენებელია, გულისხმობ შუა დერეფნის ნაწილს და როცა ინვესტორებზე ვსაუბრობთ, მათ შორის შუა დერეფნის პოტენციალი ალბათ არის ერთ-ერთი კარგი საშუალება ინვესტიციების მოზიდვის. როგორ ხედავთ ამ შემთხვევაში საქართველოს როლს, მით უმეტეს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, სადაც ასევე ერთ მხრივ საქართველოს იმითაც არის უნიკალური, რომ ჩინეთთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თავისუფალი ვაჭრობა, მეორე მხრივ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა და ევროკავშირთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა. აშკარად პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებში იგრძნობა ჩინეთთან შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის და პოლიტიკური თანამშრომლობის გააქტიურების გზები. აი საქართველოს როლს ამ კუთხით როგორ შუადერებს მქონე ქვეყნის ერთ როგორ შეაფასებ? საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს და პერსპექტივა უნდა გამოიყენოს. კრიტიკა გვესმის ხოლმე, რომ ჩინეთთან რატო ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ყველა ქართველმა და საერთოდ საქართველოში დამკვიდრებული აზრი, რომ ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის ქვეყანა. აბრეშუმის გზის ქვეყანა თუ სკოლაში გვასწავლეთ. ბუნებრივია უნდა გქონდეს კავშირი დასავლეთთან და აღმოსავლეთთან ძლიერად. სხვა შემთხვევაში აბრეშუმის გზის ქვეყანა ვერ იქნება. ვერ იქნება ევროპისა და აზიის, აღმოსავლეთისა დამაკავშირებლის დასავლეთის აღმოსავლეთის დამაკავშირებელი. ამ ფუნქციას, მისიას ვერ შეასრულებ, თუ კი შენ არ გაქვს ეს გაცნობიერებული და არ გაქვს ძლიერი ურთიერთობა ჩინეთთან
და არ გაქვს ურთიერთობა დასავლეთთან. თუ ეს ამას მოწყდი და რომელიმე მათგანს ზურგი აქციე და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტე, ბუნებრივია ამ მისიას ვერ შეასრულებს. საქართველოს კი ამ მისიას ასრულებს წარმატებით და წარჩინებულად. და მისი ახალი ინიციატივა, საქართველოს ახალი ინიციატივა შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით, ელექტრომაგისტრალთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს აკავშირებს ენერგეტიკული მაგისტრალით. ეს იდეა და პირველი ინვესტორი ქვეყანა და იდეის პირველი წამოყენებელი ქვეყანა არის საქართველოს. პირველი ნაბიჯები ამ კუთხით გადადგა საქართველოს და ბუნებრივია ერთ წელიწადში მას მოყვა რეზონანსული მხარდაჭერა დასავლეთის და აღმოსავლეთის მხრიდან და საქართველოს გახდება დამაკავშირებელი წერტილი, დამაკავშირებელი გზა შესაყარი აღმოსავლეთ დასავლეთ შორის, აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის ენერგეტიკული თვალსაზრისითაც და აი ნახოთ შემდგომ როგორი რა დიდი და ძლიერი ინვესტიციები გახორციელდება საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით. ახლაც არის ამის საგრძნობი ნიშნები და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა, არა მხოლოდ ენერგეტიკული, ანუ მთლიანად დარგობრივი თვალსაზრისით. იბატონო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ახსენეთ შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით, როგორც ინვესტიციების მოდულის პოტენციალის კუთხით, ასევე კიდევ ერთხელ საქართველოს მე ვფიქრობ ამ ნაბიჯით ადასტურებს, რომ იზრუნავს არა მარტო საკუთარ ენერგეტიკულ თუ ეკონომიკურ საფრთხეებზე, არამედ მას შეუძლია წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკული და ეკონომიკური საფრთხეების კუთხით, ბუნებრივია ეს ტიპის ნაბიჯები. საქართველოს ანუ ეს როლი აქვს, იმიტომ რომ ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ აი თითქოს მხოლოდ ეს საქართველოს ინტერესია რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. ეს არის ევროკავშირის დიდი ინტერესი, რომ საქართველოს იყოს ასევე მათ რიგებში გამოდიან იქნება, რომ საქართველოს არის არ მხოლოდ მიმღები ქვეყანა, არამედ შეუძლია გასცეს, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი ამ კუთხით. როცა ჩვენ საუბრობთ ხოლმე, ბატონო მიხეილ, კიდევ საქართველოს საერთაშორისო როლზე, მათ შორის ბუნებრივია ჩვენ სავაჭრო როლზეც ასე ვთქვათ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია. ბოლო პერიოდის ციფრებს ვადევნებთ თვალყურს, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა საქსტატის მიერ, ხედავთ საგარეო ვაჭრობის გაზრდილ მაჩვენებლებს, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის მთლიანი ექსპორტის გაზრდილია, ადგილობრივი ექსპორტის თუ არ მისლება 5%-ით არის გაზრდილი და თითქოს და როგორც აღვნიშნეთ ამ პერიოდში თითქოს არაფერი არ მოასწავებდა, ასე ვთქვათ, ამ ზრდას, იმდენად ბევრ შემთხვევაში ნეგატიური პროცესები გლობალურად ფიქსირდება. აი როგორ შევძელით ამ პერიოდში რომ ყოფილიყავით ისეთ მაქსიმალურად ექსპორტზე ორიენტირებული რაღაცა ფორმით? ეს მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, რასაც ხელისუფლება ამ 10 წლების განმავლობაში დეკადურ თვალსაზრისით ახორციელებდა ექსპორტის წახალისება, საექსპორტო დარგების წახალისება, მომსახურების ექსპორტის წახალისება, მომსახურების ექსპორტთან დაკავშირებული დარგების განვითარების მხარდაჭერა და შესაბამისად ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან კარგი პერსპექტივა. აი თითქმის მესამე კვარტალი საქმის და მომსახურების ექსპორტის და საკუთარ მოსახურების იმპორტს შევადარებთ, თითქმის პროფიციტული გახდა მესამე კვარტალში. თუ არ ვწდები შარშა წინ ქონდა პროფიციტული მაჩვენებელი, თუ სწორად მახსოვს, მესამე კვარტალის მაჩვენებელი. ანუ ძალიან ახლოს არის წლის მესამე კვარტალში საკუთარ და მოსახურების ექსპორტსა და საკუთარ მოსახურების ექსპორტორის სხვაობა ნულთან და პროფიციტისაკენ მიდის. შესაბამისად ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ რამდენიმე წელიწადში შეიძლება პროფიციტული ეკონომიკა ჩამოგვეყალიბდეს. ჩვენ ხო დეფიციტური ეკონომიკა გვაქვს, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვებს, სულ მუდამ გვაქვს დეფიციტური ეკონომიკა, ანუ იმპორტი ჭარბობს ექსპორტს. და აი ახლა ჩნდება სიტუაცია, რომ მაქსიმალურად მინიმიზირდეს სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის, საკუთარ მომსახურების და საკუთარ მომსახურების იმპორტი და საკუთარ მომსახურების ექსპორტი. აი მათ შორის სხვაობა მაქსიმალურად მინიმიზირდეს და გადავიდეს პროფიციტში, დადებითი ბალანსი გაგვიხდეს. ეს რამდენიმე წლის საქმეა. ციცე ჩამოსათვლილი წლების საქმეა, შეიძლება 2030 წლისთვის საქართველოს კონდეს პროფიციტული ეკონომიკა. და ეს იცით რა ძლიერი მიღწევა. ძლიერი მიღწევა იმდენ რამდენადაც რომ ჩვენ არ ვართ მაგალითად ნავთობმოყვავილი ქვეყანა და დიდი წიაღისეულის ესე ვთქვათ მომპოვებელი ქვეყანა. წიაღისეულის საპატიო ადგილს იკავის, მაგრამ არ ვართ ასე უფრო მომყარებელი ვართ ამ თვალსაზრისით ვიდრე გლობალური ექსპორტიურია ამ კუთხით. აი ასეთ დროს, როცა საქართველოს პროფიციისგან მიისწრაფვის ეს დიდი შედეგია. ეს დიდი შედეგია და ჩვენ 2030 წლისთვის დარწმუნებული ვარ საქართველოს იქნება პროფიციტული ეკონომიკის მქონე.
ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კიდევ ერთხელ და ის რაც თქვენ ახსენეთ ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მაქსიმალურად ეხმარება, ასე ვთქვათ, სწორედ ადგილობრივ ბიზნესს, რომ მათ შექმნან მეტი და იყვნენ ექსპორტზე ორიენტირებულები. მათ შორის რაც საშუალო ბიზნესის წახალისებას ვხედავთ ამ კუთხით და სხვა შორის რაც საშუალო ბიზნესი აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ თუ იყო ზუსტად 12 წლის წინ ვითარება, როდესაც 80% იყო მსხვილი ბიზნესი ეკონომიკის შემქმნელი, ასე ვთქვათ, ფინანსური პროდუქტის შემქმნელი, დღეს პროპორცია სრულიად სხვა და მცირე საშუალო ბიზნესი თამაშობს ძალიან დიდ როლს და ჩვენი ბოლოსკენ აუცილებლად მინდა გკითხოთ, მე მესმის რომ პირდაპირ ფინანსთა სამინისტროს ამგვარად არ ეხება, ასე ვთქვათ, უფრო ეროვნული ბანკის მანდატია, მაგრამ თქვენი შეფასებით, ხედავდით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ეროვნულ ბანკზე ასევე ხდებოდა საკმაოდ სერიოზული ზეწოლა იგივე რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ასე შემდეგ და რაც ახსენე კიდეც ერთხელ რომ ეს ლარის ჩამოქცევის პროგნოზია შეიძლება ასე ითქვას. აი როგორ შეაფასებთ ეროვნული ბანკის ამ პერიოდში განხორციელებულ ნაბიჯებს, დღეს ხედავთ რომ არაფერი არსად არ ჩამოქცეულა, რეზერვების ზრდის ტენდენცია გვაქვს პირიქით და ვითარება სრულად სხვაგვარად, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს საკმაოდ ისეთი კონსტრუქციული საუბარი. ეროვნული ბანკი მოქმედებს შესანიშნავად, თავის საქმეს უწყება შესანიშნავად და ბუნებრივია ფინანსური სტაბილურობის გარანტი ამ შემთხვევაში მისი მაძლიერებელი დაფალი ინფლაციის პირობებში ჩვენ ვხედავთ როგორი პროგნოზებია შევაფასოთ აი როგორ უყურებს საერთაშორისო საზოგადოება საერთაშორისო ინსტიტუტები ეროვნული ბანკის მთავარ მანდატს აი რა პროგნოზს აკეთებს თუმცა ამბობს რომ მაგალითად გაერო რომ მომავალ წელს სწორად 2025 წელს მომავალ მინარე წელს ინფლაცია 2.3% იქნება ხოლმე 2026 1.9% ხო აი როგორ ესე იგი როგორი დამოკიდებულება აქვს ეროვნული ბანკის მანდატის მიმართ როგორ ასრულებს თავის ფუნქციას ეროვნული ბანკი შესანიშნავად ვიდრე და დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი როცა დაბალი ინფლაციის ფონზე გაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აი ამ დროს ნიშნავს რომ ეკონომიკური პოლიტიკა მონეტარული პოლიტიკა არის თავის სიმაღლეზე ფისკალური პოლიტიკა თავის სიმაღლეზე მთლიან ეკონომიკური პოლიტიკა არის თავის სიმაღლეზე და არის შესანიშნავი ასე რომ ეროვნულ ბანკს მადლობა მხოლოდ კი ბატონო და ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე ყოველთვის ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მუშაობა ვხედავთ ასე ვთქვათ ამ პერიოდის განმავლობაში ამ ნაწილს ვინაიდან საქართველოს უნახავს პერიოდებიც როდესაც იყო საკმაოდ დაძაბული და არც თუ კონსტრუქციული ვითარება ძველ დროს კი ბატონო საკმაოდ ისეთი არასასიამოვნო ამ ნაწილში ბატონო მიხეილ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თქვენი სტუმრობისათვის მე ვფიქრობ რამოდენიმე საკითხი საკმაოდ ისეთ საინტერესოდ მიმოვიხილეთ თქვენი პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი რიგ საკითხებთან დაკავშირებით მე ვფიქრობ რომ საკმაოდ აქტიური წელი გვაქვს 2025 წელი ვისაუბრეთ პროგნოზებზე და ასევე შეჯამების სახით მინდა აუცილებლად აღვნიშნო რომ პროგნოზები რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან გაკეთდა არის საკმაოდ მაღალი თუმცა ამავდროულად როგორც აღვნიშნეთ კონსერვატიული შეფასება ხოლმე დარწმუნებული ვარ რომ ეს პროგნოზები უკვე მიმდინარე წელს არაერთხელ პოზიტიური გადაისინჯება ზრდის მიმართულებით კი პოზიტიური მიმართულებით ზრდის მიმართულებით აუცილებლად გადაისინჯება, თუმცა ამავდროულად რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა ყველა სცენარისთვის უზად არის, სულ 2 დღის წინ უსმენდი საქართველოს ვიცე-პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, რომელსაც რა თქმა უნდა აღნიშნა, რომ ყველა სცენარი გათვლილია, ამიტომ ამ კუთხით მოსახლეობის დაპანიკების ცდელობა, ნეგატიური განწყობების შექმნის ცდელობა, აჟიოტაჟის გამოწვევის ცდელობა, ჩემი აზრით არის სრულიად წარუმატებელი და კონტრპროდუქტიული, ვინაიდან რეალობა აბსოლუტურად წარუმატებელია და არ მგონი იყოს ეს თვითონ გამართული იყოს როგორც message box-ი, რომ და ამუნდათ საზოგადოება, ანუ ბიზნეს სამყარო რომ ბიზნეს წრეები რომ შეამცირე ეკონომიკური და არაწარმოო პროდუქტი არ დაასაკმო ადამიანები და სხვათა შორის როგორც ესე საქართველოს პატარა ქვეყანა ზუსტად ამიტომ ამბობ რომ ალბათ ჯობს რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას ხოლმე და ყველაფერი გაერკვეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის ოჯახის წევრი ბიზნესმენი რომელიც აქტიურად პროგნოზირებს 2025 წელს ნეგატიურ ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკის ვარდნას მანამდე 2020 წელს 2021 წელს იგივეს პროგნოზირებდა და ნახეთ პროგნოზები როგორ იყო საკუთარ კომპანიებში რომლებიც ფილიალებისთან მიხედვით აქვს
იმ პლატფორმაზე დარეგისტრირებულ საკუთარ კომპანიებში, საკუთარ მენეჯმენტს დაავალა გაყიდვების ზრდა. მეორე პარადოქსი მაინტერესებს, რომ თუ ეკონომიკისგან ელი ვარდნას საკუთარ კომპანიის მენეჯმენტს როგორ usახავ გაყიდვების, ზრდის მაჩვენებას. საკუთარ შემოსავლას გაჩერებული ესეთი გამოთქვა გაჩერებული საათი დღეში ორჯერ აჩვენებს სწორ დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში 12 ნიშნულიანი ციფერბლატია, ხო? საათზე და 12 წლის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ გაამართლა პროგნოზმა. შესაბამისად, გაჩერებული საათის ფუნქციასაც კი ვერ ასრულებს ადამიანი, როდესაც სურს, რომ ნეგატივისკენ წაიყვანოს ქვეყანა და სხვას მოუწოდებს ამ ნეგატივისაგან, პროგნოზირებს, რაც რა თქმა უნდა არ გამართლდება. ბუნებრივია და ამ ნაწილში ნეგატივის არ გამართლებას ცხადია ვუსურვებთ სრულად. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ბიზნეს ინსაიდერი, რადიო სივრცის ეთერში დღეს გემშვიდობებად, ჩვენ დავბრუნდებით ორშაბათს. დიდი მადლობა რომ გიყურავთ და გვესმენთ.